მინდა მივულოთ იმ გოგონებს, რომლებიც მათ სტარტი აიღეს ახალ ლიგაში, იცით რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება აქვს ქალთა ფეხბურთის განვითარება. UEFA-სთან ერთად ბევრი ერთობლივი პროექტი ქონდა, მათ შორის იყო Play Strong-ი, Playmakers-ი, რომელიც უფრო მეტ გოგონას ჩართულობას და ინტერესს იწვევდა ფეხბურთის მიმართ. ამან გამოიწვია ის, რომ გარდა იმისა, რომ ქალთა ლიგა გვაქვს, ქალთა ლიგა 2-ც და დღეს სტარტი აიღო სულ ახალმა პროექტმა 15 წამლელთა ლიგამ. ის ინტერესი და ენთუზიაზმი, რომელიც არის დღეს გოგონებში, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, მისასალმებელია და მინდა მადლობა გადავხადოთ თითოეულ მათგანს, აგრეთვე ყველა მწვრთნელს, რომელიც დაინტერესებულია ქალთა ფეხბურთის განვითარებაზე და რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მადლობა ჩვენამ მშობლებს, რომლებიც ხელს უწყობენ გოგონებს იმისათვის, რომ ქართულ ფეხბურთში იყვნენ და ყველა ის გოგონა, რომელიც 15 წამლ ლიგაში მონაწილეობას მიიღებს, დარწმუნებული ვარ, რომ ხვალ გახდება ქართული ფეხბურთის მნიშვნელოვანი ფიგურა და ყველას ვუსურვებდი, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორმა მოერგონ. დღეს ჩვენთან ერთად იმყოფება ეროვნული ნაკრების თავმჯდომარე ქალბატონ ტონელისი. მადლობა მინდა გადავხადო მას იმ ღვაწლისთვის, რომელიც ქალთა ფეხბურთის განვითარებაში შეიტანა და რა თქმა უნდა ყველა ეროვნული ნაკრების გოგონას, რომელიც დღეს მოვიდა და ქომაგობს თავის უმცროს კოლეგებს. It's historical day because we saw players and those players will play after that in the U15 that we have now in the national team. We have U15 and it's a big sculpture that we have that they will come from the teams to the national team. It's a crucial process that we had it when you have a national team. And you have first league and second league. I think you need to have, first of all, the development from under 10, under 13, under 15. I'm sure that those players, we will see them after playing the national team and present the country. მნიშვნელოვანი დღე არის დღეს მართლა საქართველოში, რადგან პირველად ტარდება საქართველოში გოგონათა 15 წლამდე ლიგა. ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ განვითარდნენ და საკუთარი შესაძლებლობები ნახონ თავიანთ ასაკში. Ჩემ დროს არასდროს არ ყოფილა ახლა 15 წლამდე ლიგა და ყოველთვის დიდებთან თამაში მიწერდა და ვფიქრობ, რომ როდესაც ჩვენ ხელთან გიწევს თამაში, ძალიან კარგი გამოცდილება უნდა იყოს. ვფიქრობ, რომ უკვე მზად იქნებიან უკვე შემდეგი ნაბიჯებისთვის, რასაც უფრო დიდ ასაკთან თამაში ქვია. ძალიან ბევრი პატარა გოგო ძალიან ნიჭიერია და აღფრთოვანებული ვარ მათი შესაძლებლობებით. არ მეგონა მართლა თუ ამ დონეზე გოგოებს ახლა ფეხბურთის თამაში შეეძლოთ. ყველა ცდილობს, რომ სწორი ფეხბურთი ითამაშონ და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ განვითარდეთ და შემდეგ ეს ფეხბურთელები, რა თქმა უნდა, ისევ ჩვენი ნაკრებებს, როგორც არის 15 წლამდე, 16 წლამდე, 17 წლამდე მათ მივახმაროთ.